გარესჩას უდაბნოდან მოგესალმებით გარესჩას უდაბნოს მგელი მისე ძალიან ბევრს დავდივარ მეგონი მგელი არ დადის ამდენს რასაც მე დავდივარ ადრე უფრო ბევრს დავდიოდი სხვათა შორის და თქვენ წარმოვიდგინეთ 30-35 კილომეტრი საღამოს ყოველთვის მქონდა ესე იგი ნაბიჯის მზომზე მობილურ აპლიკაციაში ამის შესახებ არ ვაპირებ საუბარს ახლა მინდა გესაუბროთ ოსეთის შესახებ კერძოდ ვლადიკავკაზის ვლადიკავკაზში ვიყავი გროზნოს შემდეგ ვლადიკავკაზში გადავინაცვლე და ამ მოგზაურობის შესახებ მინდა ორი უდესიტყვით მოგახსენოთ საღამო იყო გროზნოდან რომ გამოვედი ტაქსით საღამო ხანი იყო და თქვენ წარმოვიდგინეთ ესე იგი გროზნოდან ვლადიკავკაზამდე თუ არ 130 თუ 150 კილომეტრი იყო მიუხედავად იმისა რომ შუაში ერთი რესპუბლიკა გქონდა გასავლელი ან პატარა რესპუბლიკები არის ძალიან ჩეჩნეთის პატარა ინგუშეთი ხო საერთოდ ისე გავიარეთ რომ რაღაცა თვალის დახამხამებაში გავიარეთ ძალიან პატარა არის ინგუშეთი ალბათ გურიის ტოლა თუ იქნება შეიძლება უფრო პატარაც ძალიან პატარა რესპუბლიკა არის სხვათა შორის აი ბლოკპოსტები აღარ არის საერთოდ მე მითხრეს რომ 2014 თუ 15 წლამდე ბლოკპოსტები იყო ანუ ჩეჩნეთსა და ამ ყველა რესპუბლიკას შორის ბლოკპოსტები იყო და ამოწმებდნენ მაგრამ ეხლა ერთადერთი ბლოკპოსტი არის ინგუშეთსა და ოსეთს შორის ჩეჩნეთიდან ინგუშეთში ისე გავიარეთ რომ საერთოდ კაციშვილს არ გაუჩერები ვართ და აი იქ უკვე ბლოკპოსტი იყო და ეს ჩვენი ჩეჩენი მძღოლი სხვათა შორის ცოტა რაღაც აწრიალდა რომ ესეთი ანუ წინასწარ ესეთი განწყობა ქონდა რომ აუცილებლად გაგვაჩერებენ მოკლედო ტვინს ბურღავენო რაღაცა დაიწყო წუწუნი წინასწარ თუმცა უპრობლემოდ გაგვატარეს კი ბატონო იქ ყავდათ გაჩერებული რამოდენიმე მანქანა მაგრამ ჩვენ მოკლედ ესე გაგვიშვეს არ ვიცი რა თვალზე შემოგხედეს უპრობლემოდ გაგვატარეს ინგუშეთ ოსეთის საზღვარზე რაღაც კონფლიქტი მოხდა ხო მაგათ შორის არ მახსოვს მე მითხრეს ეგ ამბავი მომიყვა ეგ ამბავი ჩემო მეგობარმა 2000 წლებში თუ 90-იანების უფრო 2000 წლებში კი 2000 წლებში რაღაცა მცირე კონფლიქტი ჰქონდათ ინგუშებს და ოსებს ტერიტორიული გადანაწილების შესახებ რაღაც არ ვიცი საქმე იმაშია რომ ოსეთის ტერიტორიაზე ოსეთის რესპუბლიკაში ცხოვრობენ საკმაოდ ბევრი ინგუშები და ესეთი მოკლედ მჭიდროდ დასახლებული ესეთი ადგილები აქვთ რაიონები სოფლები და ამას ითხოვდნენ ზუსტად ამას ითხოვდნენ კი და ვერ მიიღეს ოღონდ როგორც გავარკვია გამბავი ეს სტატუს კო რუსეთმა არ შეცვალა მიუხედავად იმისა რომ ინგუშები ძალიან უკმაყოფილოები დარჩნენ ამ ამბით ესეთი მიზეზი იმის რომ დღესაც არის იქ ბლოკპოსტი მაინც და მაინც დიდად არ უყვართ ერთმანეთი უცნაური არის კავკასიის ხალხებს ერთი ციდა კავკასია არის და რაღაცა ერთმანეთთან მოკლედ ესეთი თითქმის ყველას რაღაცა კონფლიქტი აქვს საკუთარ მეზობელთან ხო გავიარეთ მოკლედ შვიდობიანად ეს საკითხი საზღვარი გავიარეთ
რო ჩავედით ვლადიკავკაზში, ხო? ორჯონიკიძეში რო ჩავედით, ახალი შეღამებული იყო და ეს მთები სხვათა შორის ეს მთები ჩანდა მაინც ეს ძალიან ახლოს არის მთები, კავკასიონის ქედი ძალიან ახლოს არის და ძალიან ლამაზი ქალაქი არის ვლადიკავკაზი. ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი არის შეიძლება ითქვას. რაღაც კავკასიური არის, რა თქმა უნდა, თუმცა რაღაცა ევროპულიც წაკრავს რაღაც მომენტებში. რატომღაც გამახსენა მე ავსტრიაში რო ცხოვრობდი მცირე ხნით, ავსტრიაში იყო ესეთი ალპებში პირდაპირ აი ალპებში ცხოვრობდი, ინსბრუკი, ესეთი პატარა ქალაქი, პირდაპირ აი ალპები იწყებოდა ქალაქიდან და ეს აი ქუჩები უყურებდა, რო მიდიოდი ქუჩები ამ ალპებს უყურებდა და აი საოცარი ულამაზესი ქალაქი იყო. რა თქმა უნდა, ესეთი ლამაზი არ არის ვლადიკავკაზი. ჯერ იქიდან გამომდინარე, რომ ახლა ავსტრიელები, გერმანელებს და ავსტრიელებს ახლა არქიტექტურა იქ ისე აქვთ, რომ რაღაცა მოწყობილი, რომ აი პირღია დადიხარ ესე რა. მაგრამ აი ის მომენტი, რომ ეს ქუჩები აქაც ვლადიკავკაზშიც რამოდენიმე ძირითადი ქუჩის ხედი პირდაპირ გადის ესე ამ მთებზე, კავკასიონის მთებზე და ძალიან ლამაზია, მოკლედ, უდავოდ ლამაზია, გროზნოზე გაცილებით ლამაზია. თვითონ შენობები შეიძლება არ არის ისეთი ლამაზი, როგორც გროზნოში, ახალი აშენებული და ძალიან ლამაზი შენობები არის გროზნოში, მაგრამ როგორც თქვი, რაღაც გროზნოში არის ეს ბუტაფორიის განცდის მომენტი გაქვს და აი ვლადიკავკაზი უკვე აი გრძნობ, რომ რაღაცა ისტორიული და აი დაღვინებული ქალაქი არის. იქ მსგავსი განცდა არა გაქვს. არის საბჭოთა შენობებიც, უფრო ძველი შენობებიც არის, ისტორიული შენობები მე-18-მე-19 საუკუნის ტრამვაი დადის, მოკლედ ძალიან საინტერესო და ლამაზი ქალაქი არის ვლადიკავკაზი. თუმცა აი ის კოლორიტი ჩეჩნეთში რო იყო, რომ ეს ხალხი მოკლედ ეს ქალები ესე ლამაზად თავშალი და ეს დაცხრიალები მოკლედ კაბაში გამოწყობილი და რაღაცა ეს მამაკაცებიც როგორც აღნიშნე რაღაცა მომართული კვეთრად გამოკვეთილი მამრის სიერით ესეთი რაღაცა აღარ იყო უკვე იქ სამწუხაროდ და საუბედუროდ სავალალოდ ვლადიკავკაზში უკვე განსხვავებული სურათი იყო აბსოლუტურად. რა თქმა უნდა, იქ თლათ ისე არ იყო, ახლა ახალგაზრდებს ვაკვირდებოდი, მოგეხსენება თქვენი მონამორჩილი, სულ ჩემი გონება და მთელი ჩემი არ ვიცი არსება იქით არის მიმართული, რომ რაღაცა არ ვიცი აი რაღაც პარალელები გავავლო, რაღაცა წამალი მოუძებნო ამ ჩვენს უბედურებას, რასაც ქვია ეს არ ვიცი გადადლებული მამრის და გამამლებული მდედრის სინდრომის წამალი გამოვიგონო, სულ მაგაზე ვფიქრობდა. იქ როგორ იყო იცი ახლა? ასე არ იყო, ასე ღრმად წასული, რომ ახლა გოგოები რაღაცა ტატუები სახეზე ზოგს ამის ცხვირზე აქვს ტატუ და გაყრილი რაღაც რკინეულობაზე საუბარი არა. ესეთი რამე არ შემიჩნევია. თუმცა უკვე ნიშნები იყო, საუბედუროდ იქაც იყო გაჩენილი ამის ნიშნები, მაგრამ ასე მთლად ასე ღრმად გაუბედურებული არ იყო ახალგაზრდობა მოკლედ. დაავადებული და გაფარჩაკებული, მოდი ესე უცენზურო სიტყვის ხმარება არ მინდა. ესე არ იყო. ხო, დაუბრუნდით ესე იგი, ახალგაზრდობა ასე თუ ისე ალბათ როგორც ეხანდელი ახალგაზრდობა, ჩემ ახალგაზრდობას თლათ ვერ შევადარებ, იმიტომ რომ ჩვენ დროს ახლა ასლაპარაკო მეტნაკლებად ახლა სოფლებში მაინც ახალგაზრდას რო დაინახავდი, მართლა
2-3 წლის მამალი მგელივით გამოიყურებოდა მამრი და რაღაცა საოცარ რაღაც თავისებური ენერგეტიკა ქონდა რა. ეგეთი არ არის რა თქმა უნდა ვლადიკავკაზში. ნუ არც იქითაი რუსები რო ეტყვენ ნირიბა ნიმიასა სიტუაცია არის მაგ ხრი სამწუხაროდ. ხო მოკლედ დილით დილით ძალიან ლამაზი ქალაქია მოკლედ დილით რო გამოვედი საოცარის რო ჩავედი სხვათა შორის გროზნოი მიუხედავად იმისა რომ გროზნო დაბალზეა და 200-300 მეტრია ზღვის დონიდან თუ არ ვცდები და ვლადიკავკაზი 700-800 მეტრია ზღვის დონიდან მაინც ძალიან თბილოდა მოკლედ ნუ ხდება ხოლმე ის კაი ამინდი შემიხვდა დილით საერთოდ მზე იყო გაჩახშახებული და მოკლედ ნეტარებაში ვიყავი. საინტერესო იყო ის კიდე რომ რესტორნებში ნუ მე სადაც ვიყავი ყველგან არის ქართული მენიუ და ქართველები ძალიან ბევრი არიან სხვათა შორის მითხრეს. ქართველები და ნუ ქართული გვარებით ხო საერთოდ ძალიან ბევრი ოსი არის რომელიც ქართული გვარის მქონე ოსი და სახელებიც ხშირი არის სხვათა შორის აი შეიძლება ესეთი რა ვიცი ლევანიდან აი გარეგნულათაც ძალიან გვანან ოსები რა მოკლედ ძალიან ხშირი არის შეხედავ ადამიანს და რაღაცა მსგავსება არის. სომხები ცხოვრობენ ბევრი იგრძნობა სომხური ნორმა დაახლოებით 15% სომეხი ცხოვრობს ვლადიკავკაზში როგორც მითხრა ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა სხვათა შორის საინტერესო იყო რაღაცა ჩვენს რა თქმა უნდა შევეხეთ ძალიან სიღრმისეულად არა მაგრამ გაკვირით შევეხე რა ჩვენს კონფლიქტს რაღაცა ეს რომ ჩვენს რა უпростоრეთ სამაჩაბლოს ამბებს და ნუ ესეთ რა ირა თქვა რაღაც რომ უცნაური იყო რა ან საერთოდ რა საჭირო იყო იმ ტერიტორიების გადაცემაო ეს ჩვენი ტერიტორიების გადაცემა რა საჭირო იყო აი მაგან გამოიწვია ეს კონფლიქტი რომ სტალინმა გადასცაო მოკლედ უცნაური რაღაც აღმოვაჩინე რომ იმათ ეს როგორც ახლა მე რომ ჯერა რომ აგერ აქ ვდგევარ და ბანგლადეში არ არის და ურუგვაი იმათ ესე ჯერათ რომ ეს ტერიტორიები მათი იყო და უბრალოდ სტალინმა ეს სტალინის ბრალი იყო მოკლედ რა ძალიან უცნაურია მოკლედ ეს სტალინი ქართველებს გონიათ რომ ესე იგი სტალინმა გადასცა ეს მიწები საქართველო იყო მთლიანად ეს ევრაზიის კონტინენტი და სტალინმა დაარიგა და ევრაზიის კონტინენტის მკვიდრებს გონიათ რომ ესე იგი ყველაფერი საქართველოს აჩუქეს სტალინმა საქართველოს დაუქვემდებარა მთელი ევრაზია მოკლედ ესეთი საინტერესო და ვაჭარბებ რა თქმა უნდა უტრირებას ვაკეთებ მაგრამ ძალიან ხშირი ყოფილა მსგავსი შემთხვევები ხო წავედით შემდეგ ფიაგდონის მონასტერში წავედით ერთ-ერთი ულამაზესი პოსტის დავდება ფოტო დავდება უბრალოდ ულამაზესი ტაძარია რა თქმა უნდა ჩვენთვის ახლა ქართველებისთვის ჩვენი ტაძრები და ჩვენი არქიტექტურა ნუ ახლა მსგავსი არაფერი არ აქვს ოსებს სვეტი ცხოველი და სვეტი ცხოველს და იმას თავი გავანებოთ ახლა სვეტი ცხოველზე და ალავერდზე და ბაგრატის ტაძარზე ლაპარაკი ზედმეტი აი თქვათ ზარზმა საფარაი ასეთი დონის ტაძრამა ხელა ტაძრების და ესეთი სიძველეც არა აქვს ესეთი რამე თუმცა ძალიან ბევრი ეკლესია არის აი ეკლესიაზე გამახსენდა სხვათა შორის რაც გამორჩა გროზნოს შესახებ ვიდეოში გამორჩა რომ გროზნოში არის ერთადერთი მართლმადიდებლური ტაძარი მაცხოვრის სახელობის თუ არ ვცდები და აი ეს ერთადერთი ტაძარია ჩემს ესე იგი ჩემს პრაქტიკაში სადაც მე გამჩხრიკეს რომ შედიხარ როგორც თვითმფრინავში აი ჩვენ აეროპორტში რო არის ესეთი მეტალოდეტექტორი რო არის შედიხარ უბრალოდ ესე გავიარეთ და მე დამატებით კიდე
რაღაცა ეს ელვა შესაკრავის ყუნწი მოკლედ რკინის იყო და ყველაფერი შეამოწმეს. რამე ხო არ შემქონდა, მცირედი გადახვევა მოკლედ ეს. საინტერესო მომენტი იყო და როგორც მითხრეს რაღაცა მოხდა მოკლედ იქ. რაღაცა ინციდენტი მოხდა, რის შემდეგაც ესე როსგვარდია იცავს. მოკლედ რომ შეხედავდი ისეთი ტიპები ყავდათ. რა თქმა უნდა ეს ეთნიკურად რუსები მართლმადიდებლები იყვნენ. ეს დაცვა შეხედავდი 2 მეტრიანი და გამოყვანილი რო იყვნენ ტიპები იყვნენ, ორი პიროვნება იცავდა ამ ტაძარს. და ბარე აქ მივაყოლებ ერთ საინტერესო ნიუანსს მივაყოლებ, რომ აი ჩეჩნეთში გამოგჩა უბრალოდ იმ ვიდეოში ქუჩაში რამოდენიმეგან წარწერა შემხვდა, სადაც წერია ქცევის წესები რა არ შეიძლება გააკეთო თქვათ. ნახე ყველაფერი აღარ მახსოვს ისეთი რაღაცები იყო რაც ჩვენთანაც იგივე არის, მაგრამ ერთი ნიუანსი იყო დამატებული, რომ ტუალეტის სად არის ტუალეტი ამის თხოვნა ქალს არ შეიძლება კითხო მოკლედ ტუალეტის ადგილმდებარეობა ეს რაღაც შეურაცხმყოფელი არის მოკლედ. ჩვენთან ახლა რა თქმა უნდა ეს თქვენი მონამორჩილე ხო თუ არ ვიცი რა თქმა უნდა შეარჩევან რაღაც კაც შეეკითხები რა თქმა უნდა ახალგაზრდა ქალს ტუალეტს არ კითხავ, მაგრამ შეურაცხმყოფელი არ იქნება ახლა რაღაცა გოგონასაც რო კითხო რომ უკაცრავად ბოდიში ტუალეტი ხო არის თუ მუშაობს არ ვიცი რაღაც ახლა ქუჩაში გამლებს არ შეეკითხები ხო? ესეთი ნიუანსი მოკლედ. ხო დაუბრუნდეთ მოკლედ ოსეთის ამბებს. ფიაგდონის მონასტერი ზღვის დონიდან 1100-1200 მეტრი და ეს არის ყველაზე ესე იგი ყველაზე მაღალმთიანი მონასტერი მთელი აი რუსეთის წარმომხელა რუსეთის ტერიტორიაზე. როცა ჩვენთან 2200 და 2300 მეტრებზეა 2200 არის გერგეტის სამება, აქეთ ჯავახეთში არის ფოკის მონასტერი და მე მგონი ყველაზე მაღალზე მაინც სვანეთში რო არის ლამარიას სახელობის იქ უშგულის შხარასკენ რომ მივდივართ. ალბათ ის იქნება, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ 2200 და ზემოთ რო აქვს მონასტრები ეს ფაქტია და მე გამეცინა იქ რომ ჩვენ ორჯერ უფრო მაღალზე გვაქვს მონასტრები. შემდეგ ამისა მოკლედ დაუბრუნდი ვლადიკავკაზში და საღამოს უკვე გამოვემგზავრე თბილისის მიმართულებით. როგორი ახეთ რა მიჩვენე ახლა ეს ასფალტი გასაგებია რომ გაზაფხულზე ნენელა აიყრება ხო? როგორც გითხარით ახლა ურთიერთობა იქ ქართველი მოკლედ იქ იმ ავტოვაგზალი თუ რა ქვია ხო რაც არის ავტოსადგურში ქართველებიც იყვნენ მოკლედ ვიკითხე მეთქი თბილისის მიმართულებით ვინმე ხო არ მიდის აგრევე იქ ოსები იყვნენ დაურეკეს რაღაცა ზაზა არის ახლა გადაურეკეს მოკლედ იცნობენ იქ ქართველები ეს მოკლედ ძალიან ურთიერთობა სხვათა შორის ძალიან ისეთი იყო იქ არანაირი გარჩევა არ იყო რა ვიცი მე ესე მომეჩვენა ყოველ შემთხვევაში ძალიან მშვიდად დამოკიდებულება არის ქართველების მიმართ და ბევრი ქართველი ცხოვრობს როგორც აღნიშნე. ხო, შემდეგ დავიძარით მოკლედ მოვიდა ეს ქართველი მძღოლი, ქართული ნომრებით დავიძარით და ესეც იმ ჩეჩენი მძღოლის არ იყოს წინასწარ მოკლედ მე მკითხა რომ პირველად კვეთო ლარსის საზღვარსო და კი მეთქი და შემოიკრა თავზე ხელი მოკლედ ახლა რა გვეშველებაო ასე პირველად ყველასო მოკლედ ახლა გექნებ გამოკითხვა და რატო იყავი და მოკლედ უნდა გაგვაჩერო 9 საათიო. ხო მე ამარ აიცოდა ახლა მე ვინა ვარ ხო და ზემოდან რომ დარეკილი არის. ეს ხუმრობით რა თქმა უნდა. იმიტომ რომ
მივედი საზღვართან ხა და რავი ხა მე ფსიქოლოგიურად მომემზადე მეთქი ჭანდაბას ხა გავერთობი პრინციპში ხა რავიცი კონტრაბანდა ნარკოტიკი მიარ გადამაქ და ხვდებით მართალი კაციო ქვაზე მაგარი არისო მეთქი ნახოთ ერთი მივედი კაცო ეს რაღაცა ქალბატონი იყო შეიძლება მაგის ბრალი იყო ჩემისთან სიმპათიური მამაკაცი დაინახე კავკასიელი გარიჯ უდაბნოს მგელი არის ეს ხუმრობით რა თქმა უნდა ხო და ნუ შემომხედა რაღაცა იქ სკაპ გადახედა სკაპ ახ მეთქი ეს მომწაეს პასპორტი და ნუ ცოტა ისე ეტყობა მეთქი ეს დასაწყისია ხა გამოკითხვა იქით დაიწყება ხო ხდები რა ჩავჯექი და რა ქენია ეს დავინახა ეს გაიარე უკვე კი მეთქი რავი ხა აქ არა მთავარი ეგ იყო კაცო და მე მოკლედ მართლაც იქით ქართულ მხარესაც რა თქმა უნდა იქ უკვე აქეთ შემოვდიოდი უპრობლემოდ გამოვიარე ესეთი საინტერესო მოგზაურობა იყო ძალიან ოსეთი ძალიან მომეწონა და აი გალობა ეს კინაღამ გამოვჭა ოსეთის სხვათა შორის ეს მეუცნაურა რომ მე ვიკითხე რომ სად იყო მინდოდა დავსწრებოდი ოსურ ენაზე წირვას და აღმოჩნდა რომ ნუ ეს იშვიათობაა და ახლა აღარ ვეძები მაინც და მაინც და წავედი ჩვეულებრივ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარია ერთ-ერთი ცენტრალური დიდი და იქ დავესწარი რუსულად მიმდინარეობდა გალობა თუმცა იყო რაღაც ნაწილი ოსური ჰანგევან ოსურ ნოტებზე კილოზე იგალობეს საოცარი იყო არა ამ ქვეყნიური ძალიან მომეწონა აი ისე მომეწონა თქვენ წარმოგიდგენთ რომ აი ეხა იდეა მაქვს ესეთი რომ ზაფხულში რომ დათვება და უკვე მოტოციკლებით რომ იქნება შესაძლებელი მოგზაურობა წავიდე და დავესწრო გადავიღო ეს ულამაზესი გალობა ძალიან საინტერესო იყო ნამდვილად ამ მსობაში მოუახლოვდი ჩემს სასახლეს დრაკულას მსგავსად დღეს მოკლედ გახარებული ბედნიერი ვარ დღეს რომ ზე გამოვიდა რადგანაც არის შესაძლებლობა რომ გავთბე გარეს შესულამაზესი უდაბნო